დღეს ტარდება ლექცია თბილისის საქალაქო თვითმმართველობის ისტორია უძველესი დროიდან 1917 წლამდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მასალის მიხედვით. ეს ლექცია ტარდება თბილისის სამქრის ახალი პროექტის ჩემი თბილისი, შენი თბილისი, ჩვენი ქალაქი თბილისის ფარგლებში და თბილისის ისტორიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნავს. აგრეთვე იმ დიდარ უნიკალური და ჯერაც ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მასალის პრეზენტაციას ეთება, რაც თბილისის ისტორიის მუზეუმშია დამოჯებული და რომელიც იქ არსებობს, ამ მუზეუმი, რომელიც გახდა ბაზა, საფუძველი ამ მუზეუმის დაარსების 1900 წელს, რომელსაც ერქვა მაშინ თბილისის მუნიციპალური მუზეუმი და დღეს თბილისის ისტორიის მუზეუმი ქვია, მდებარეობს სიონის ქუჩაზე, ქარვასის რესტავრირებულ შენობაში. აი ამ მასალის არა პირველად მართალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფართო საზოგადოება მასალას არ იცნობს და აი ამ მეგონი თბილისის ისტორიისათვის ამ მნიშვნელოვან თემას გავაშუქებთ აი ასეთი სახით. მოგეხსენება, თბილისი ყოველთვის იყო წამყვანი ქალაქი კავკასიაში საუკუნეების მანძილზე. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან უკვე ის მთავარი ეკონომიკური, პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრად გადაიქცა. ხშირად ის ხდებოდა აგრეთვე მოწინავე პროგრესული რეფორმების ჩატარების ადგილადაც. როგორადაც მოხდა 1970 წლის 16 ივნისს გამოცემული საქალაქო დებულების საფუძველზე, რის საფუძველზედაც თბილისმა მიიღო თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ მას გარკვეული ტრადიციები გააჩნდა გულისხმობ ჯერ კიდე ქართული სამეფოს არსებობის პირობებში მე-11 საუკუნეში მეფე ბაგრატ მეოთხის მმართველობის წლებში.